ჩურჩულის დღე. იყო და არა იყო რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი. ერთ სახლში, რომელიც ტყესთან ახლოს მდებარეობდა, ცხოვრობდა სამი მონადირე. ისინი ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ და ტყესაც კარგად იცნობდნენ. ერთ დღეს მონადირეებმა გადაწყვიტეს სანადიროდ ტყეში წასულიყვნენ და სახლისთვის შეშაც მოეტანათ. რა კარგი ამინდია, სანადიროდ წავიდეთ. ეს საუკეთესო დროა და ვფიქრობ ტყეში ბევრი ნადირი იქნება. წავიდეთ, იმ დღეს ტყეში ისეთი დიდი ტახი მოვინადირე, ჩემ ხელა მარტო თავი ჰქონდა. მონადირეები ნადირობის წინ ტყესთან შეჩერდნენ. ჭიქაში ღვინო ჩამოასხეს და თქვეს. ოჩო პინტრე, ტყის ბატონო, წარმატებული ნადირობა გვიბოძე და ჩვენც ტყეს პატივს ვცემთ. ცოტა ხანში ქარი ჩადგა, ფოთლებმა შრიალი შეწყვიტეს და უცებ ბურუსიდან მაღალი, ჩრდილოვანი არსება გამოჩნდა. ეს ოჩო პინტრე იყო. დაგეხმარებით. ნადირობა წარმატებული გექნებათ, თუ ერთ პირობას შეასრულებთ და რაც არ უნდა მოხდეს, არ გადახვალთ ჩურჩულის ტყეში. ყველაფერი, რაც ჩვენ გვჭირდება, ამ ტყეშია. ჩურჩულის ტყეში რაღა დაგვრჩენია. მონადირეებმა ერთმანეთს გადახედეს, პირობის შესრულებას დაჰპირდნენ. მადლობა გადაუხადეს ოჩო პინტრეს და ტყეში შევიდნენ. მათი ნადირობა მართლაც საოცარი აღმოჩნდა. მიზანში რაც უნდა ამოეღოთ და როგორ მიუდგომელ ადგილზეც არ უნდა ყოფილიყო, მაინც ყველაფერს ხვდებოდა. მონადირეებმა იმდენი ნანადირები დააგროვეს, რომ სახლში წაღებაც კი გაუჭირდებოდათ. მაგრამ ისინი ნადირობის ეშხში იყვნენ შესულები. უცებ ტყის სიღრმიდან არნახული სილამაზის თეთრი ირემი გამოჩნდა, რომელსაც ულამაზესი ოქროსფერი რქევი ჰქონდა. ბიჭებო, ნახეთ ეს საოცრება. მონადირეები ირემს გაოცებულები უყურებდნენ. მალე ირემმაც შეამჩნია ისინი და გაიქცა. მონადირეებს ბევრი აღარ უფიქრიათ და მაშინვე უკან დაედევნენ. მათ ვერც კი შეამჩნიეს, რომ ირემი ჩურჩულის ტყისკენ გარბოდა. ისინი ტყის საზღვართან შეჩერდნენ და ერთ-ერთმა თქვა. გვეყოფა რაც მოვინადირეთ, ოჩო პინტრეს პირობა არ დავარღვიოთ. ასეთი ნადავლით თუ დაუბრუნდებით, სოფელში ჩვენზე ლეგენდებს მოყვებიან. ასეთი ნადავლი მეფეებსაც არ ღირსებიათ. თქვა მესამემ და პირველმა მან გადაკვეთა საზღვარი. მას სხვებიც მიყვნენ. მონადირეებმა ფეხი შედგეს თუ არა ჩურჩულის ტყეში, მაშინვე სიჩუმე ჩამუვარდა. ირემი აღარსად ჩანდა. ყველა მხრიდან მხოლოდ ჩურჩული ისმოდა. თითქოს ხეები ჩურჩულებდნენ. მათ ჩურჩულს ყურადღება არ მიაქციეს და ირმის კვალს გახვნენ. კვალმა ისინი ტყის შუაგულში მიიყვანა, სადაც უზარმაზარი ბებერი მუხა იდგა. მონადირეები მიხვდნენ, რომ ირემი მუხის ფუღუროში დაიმალა, რადგან სხვაგან გასაქცევი გზა არსად ჩანდა. და იმის მაგივრად, რომ მოთმინება გამოეჩინათ, გადაწყვიტეს მუხისთვის ცეცხლი მოეკიდათ. კვამლით ირემს აიძულებდნენ, რომ სამალავიდან გამოსულიყო. სხვა გზა არსად ჩანს. ირემი სადღაც აქ იმალება. ცეცხლი მას შეაშინებს და აუცილებლად გამოჩნდება. ვეღარსად გაგვექცევა. აანთეს ცეცხლი და როგორც კი მუხას მიუახლოვდა, მაშინვე მიწიდან ხის ფესვები ამოვიდნენ, მონადირეებს ფეხებში გაებლანდნენ, ეკლიანმა ტოტებმა კი ხელები და სახე დაუკაცრეს. ბოლმა, რომელიც ირმის გამოსადევნად უნდოდათ, თვითონ მოუტრიალდათ და თვალები დაუწვა. ეს რა ამბავია, ესენი აქ საიდან გაჩნდნენ? შეშინებულმა მონადირეებმა იარაღი დაყარეს და უკან მოუხედავად გამოიქცნენ. ჩურჩულის ტყიდან გამოსულებმა ნახეს, რომ ნაგროვები ნანადირები სულ ფერფლად გადაცეულიყო. მონადირეები სახლში ხელცარიელები, დასახიჩრებულები და შერცხვენილები დაბრუნდნენ. გავიდა დღეები, მაგრამ მონადირეებს ჭრილობები მორჩენის მაგივრად სულ უფრო და უფრო უჩირკდებოდათ. მათ ციებ-ცხელება დაემართათ და შიმშილისაგან სიკვდილის პირას იყვნენ, რადგან სანადიროდ წასვლა აღარ შეეძლოთ. ისინი მიხვდნენ თავიანთ დანაშაულს და ძალიან ინანეს პირობის დარღვევაც და ტყის უპატივცემულობაც. ასე არ უნდა მოქცეულიყავით. ნეტა პირობა არ დაგვერღვია და ოჩო პინტრესთვის დაგვეჯერებინა.
ზედმეტი რომ არ მოგვენდომებინა, ნანადირევი საკმარისზე მეტიც კი გქონდა. ერთ დღეს, როცა ყველა იმედი გადაეწურათ და ბედს მიენდნენ, კარზე კაკუნი მოესმათ. დიდი გაჭირვებით მივიდნენ კარის გასაღებად და ზღურბლზე ფოთლებით დაწნული კალათა დაინახეს. კალათაში სურნელოვანი ხილი, სამკურნალო ბალახები და ერთი ტოტი იდო იმ მუხიდან, რომლის დაწვასაც მონადირეები აპირებდნენ. ისინი მიხვდნენ, რომ ეს ჩურჩულის ტყემ გამოუგზავნა. მონადირეები ხილის ჭამის და ბალახების დადების შემდეგ მალევე გამოჯამრთელდნენ. მიხვდნენ, რომ სისასტიკეს მოწყალებით უპასუხეს და ამ დღის შემდეგ მათ თოფი ხელში აღარ აუღიათ. ისინი ტყის მცველები გახდნენ. ზამთარში ცხოველებს საკვებს უტოვებდნენ, ხოლო როცა ტყიდან ჩურჩულს გაიგონებდნენ, იცოდნენ, რომ ეს მუქარა კი არა, ტყის მადლიერი სუნთქვა იყო, რომელიც მთელ სამყაროს ჟანგბადი თამარეგებდა. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა. დაალაიქეთ, დააკომენტარეთ და გამოიწერეთ არხი.